პირველად ცხოვრებაში ნახე პოლიტიკური პარტიის გენერალური მდივანი, როგორ მიძვრება ღობეზე. ამის შეფასება მე ნამდვილად მიჭირს, ეს არ არის ნორმალური, ადეკვატური ადამიანის აქცია. საზოგადოებამ უკვე საბოლოოდ დაინახა, ვინ არის ეს ადამიანი და რა განზრახულობები ამოძრავებდა მას, როცა პოლიტიკაში მოდიოდა. ღია შეტევა მიიტანეს ამ ტელეკომპანიაზე, განსხვავებით 2007 წლის იმედთან დაკავშირებით, ეს უკვე შეფარული შეტევაა, რომელშიც სამწუხაროდ განსაზღვრელოს თამაშობს ბატონი კიწმარიშვილი. მე ამდენხანს მეგონა და ვიცოდი, რომ ეს კაცი იყო პოლიტიკოსი, თავისი პოლიტიკური საქმიანობიდან გამომდინარე ქართულ პარტიაში, აღმოჩნდა, რომ ჟურნალისტობაზეც აქვს კიდევ პრეტენზია ამასთან ერთად. სამართალდამცავების პირდაპირ მოვალეობა ხელი შეუწყონ და პირიქით ხელი არ უნდა შეუშალონ ტელეკომპანია მაესტროს ყველა თანამშრომლის შესვლას შენობაში და ტელეკომპანიის სრულფასოვან ფუნქციონირებას. ეს იქნება ჟურნალისტები, ოპერატორები, მემონტაჟეები თუ რედაქტორები, ყველა ადამიანი, რომელიც უზრუნველყოფს ტელეკომპანიის ფუნქციონირებას, ყოველგვარი პრობლემის გარეშე უნდა იყვნენ დაშვებულები ტელეკომპანიის ტერიტორიაზეც და შენობაში. ბატონი მამუკა არის ზემოთ, სადაც დაკეტილია კარები და იქ ჟურნალისტებიც ვერ შედიან. ბატონი ეროსი არის ქვემოთ ეზოში და მე მქონდა მხოლოდ საშუალება მასთან გასაუბრების, მას მქონდა გულისკივილი და ესე იგი საყვედური ჩემს მიმართ, რომ რატო აფასებ, რომ ეს არის ხელისუფლების დაკვეთა. მე მას ვუთხარი, რომ ყოველ შემთხვევაში დღევანდელ რეალობაში, რაც დღეს არის, რომ გამოჩნდა ახალი პოლიტიკური ძალა, რომელსაც ისედაც ასეთი წინააღმდეგობა აქვს და მისი პირდაპირ ეთერში გამოჩენისთანავე ხდება ის, რომ უეცრად შენ ასეთ ამბავს ტეხავ ტელეკომპანია მაესტროში, რომელმაც გუშინ მიიწვია პირდაპირ ეთერში, ეს ვინ თუ არა ხელისუფლების ინტერესებშია. და მან თქვა, რომ აქ იყო სხვა შიდა პრობლემები, რომელიც ჯერ კიდე მანამდე იყო დაწყებული, ვიდრე ეს მოხდებოდა. ისინი ჩემი სახლიდან, ჩემი ოჯახიდან მაგდებდნენ და აი ეს სიტუაცია შეიქმნა ამიტომ. ეს არის შიდა საკითხები, მთავარია საზოგადოების ინტერესები, იმიტომ რომ ეს არ არის ესეთი კერძო საკუთრება, როგორიც არის კერძო სახლი ან შენი მანქანა, ეს არის საკუთრება, რომელიც საზოგადოებასაც ეკუთვნის. აქედან გამომდინარე, ეს ყველამ უნდა გაითავისოს და იცოდეს, ეს იქნება დამფუძნებელი თუ მართველი კომპანიის ხელმძღვანელი, ყველამ უნდა იცოდეს, რომ ეს არის სხვა ტიპის საკუთრება. ახლის განმავლობაში გამოდიოდა ინფორმაცია, საზოგადოება ფლობდა ინფორმაციას იმის შესახებ, რომ მართლ კომპანიასა და დამფუძნებლების შორის არსებობდა კონკრეტული კონფლიქტი, თუმცა ჩვენთვის ქრისტიან-დემოკრატების არის კატეგორიულად მიუღებელი და მეორეს რომ გაუგებარი თავად ფორმა, რომელიც ამ ორმა სუბიექტმა ერთმანეთში ურთიერთობის გასარკვევად აირჩია. ახლა მთავარი არის ის, რომ სამართალდამცავებს, რომელიც აქ იმყოფებიან და არიან კონცენტრირებული, ჩვენ ქრისტიან-დემოკრატები მოუწოდებთ იმისკენ, რომ გააკეთონ ყველაფერი იმისთვის, რომ ხელი არ შეეშალოს ჟურნალისტებს თავიანთი საქმიანობის განხორციელებისას, ეს ერთი და მეორეს რომ დაზარალებული არ დარჩეს თავად მაყურებელი აი ამ ტელეკომპანიის. ჩვენ მხარს უჭერთ ტელეკომპანია მაესტროს და იმას, რომ მაესტრომ უნდა გააგრძელოს თავისუფლად ტრანსლირება, ეს არის ყველაზე მთავარი და თუ დამფუძნებლებს რაღაც გარკვეული თქვათ პრეტენზიები აქვს ერთმანეთს, ამან ხელი არ უნდა შეუშალოს თვითონ ტელეკომპანიის ფუნქციონირებას. ეს არის ყველაზე მთავარი, იმიტომ რომ ქვეყანას სჭირდება თავისუფალი მედია, ქვეყანას სჭირდება თავისუფალი აზრი და ბუნებრივია არაფერი არ უნდა ეღუებოდეს წინ სწორედ აი ამ ასე ვთქვათ პროცესს. დღევანდელი მოვლენები ერთგვარად ლოგიკური გაგრძელებაა იმ უბედურების, რაც ხდება საქართველოში მედიასთან დაკავშირებით. მე ერთადერთი კითხვა მაქვს დღეს, ვინ აფინანსებს ეროსი კიწმარიშვილის ამქმედებებს. მხოლოდ ეს კითხვა მაქვს, იმიტომ რომ დანარჩენი ყველაფერი ნათელია. მნიშვნელოვანია ის, რომ ყველა მოვიდეს აზრზე. პირველ რიგში ხელისუფლება. ასევე ყველა, ვისაც საზოგადო საქმეში რაიმე ეთქმის. მოვედი, რომ სოლიდარობა გამოვხატო მაესტროს მიმართ. რომ მსგავსობა ხდება. იმიტომ მოვედი. მე მგონია, რომ ეს არის სპეცოპერაცია შინაგან საქმეთა სამინისტროს. ამას აქვს აბსოლუტურად ღია გამჭვირვალე ხასიათი, არავინ არ მალავს, რომ უნდათ როგორმე მაესტრო გააჩერონ. დანარჩენი აქ რასაც ხედავთ, ყველაფერი არის უკანონო. პოლიციელი არ გეუნება, პოლიციელი არის თუ არა, იქ ადამიანები ფაქტიურად დატყვევებული ყავთ და უკანონო თავისუფლების აღკვეთას აქვს ადგილი და ჟურნალისტებს ხელს უშლიან თავიანთი საქმიანობის განხორციელებაში, რაც არის შესაბამისად კანონმდებლობის დარღვევა. ყველანაირ შეფასების კრიტერიუმი ამოწურულია პრაქტიკულად, გამომდინარე იქიდან, რომ ესეთი ფორმით როგორ შეიძლება რომ წყდებოდეს დავა, ჩემთვის არის აბსოლუტურად მიუღებელი, მაგრამ ყველაზე მთავარი რაც არის,
ეროსი კიცმარიშვილი დღეს აღმოჩნდა ღია იარაღი ხელისუფლების ხელში, რომელმაც გადაწყვიტა სწორედ ამ ფორმით მოეგვარებინა პრობლემები. ერთ-ერთი მე იმედი მაქვს, რომ ეროსი კიცმარიშვილის ეს აქციელი არის რაღაცა მისი ნერვიული აშლილობის მიზეზი და ეს არ არის ხელისუფლების დაკვეთა, იმიტომ რომ მე მაქვს ეჭვი რომ ეს ყველაფერი აი გუშინდელი პროცესები მე მაქვს ეჭვი რომ საერთოდ ეს ბოლო უკანასკნელი პროცესები რაც ხდება მედიასთან დაკავშირებით, თუუშად პრესის ჯიხურებთან, დღეს მაესტროსთან დაკავშირებით, ყველაფერი არის ურთიერთკავშირში. და საინტერესოა ეს შევარდნა